ძვირფასო თანამემამულენო, თხოვთ ცოტა შემოვიწიოთ ახლოს, თუ ისმის არ ვიცი ყველგან. ჩვენთან არის ღმერთი, აც და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ. მე ახლა პირველი სიტყვა მინდა გადავცე, ჩვენთან მობრძანდა მამა იოანე, დაგლოცავს და შემდეგ დავიწყებ დღევანდელ ჩვენს აქციას. ახლოს მერთმა სიხარდა ბედნიერება მოხდეს, წესაწარმოება მოხდეს, გამარჯვება მოხდეს. მოგაშოროთ, ხოდვე ალები და მხარება მოგაშოროთ მერთმა. აცთავარია, რასხოვმა ასეთ წები მოგმართა. ჯერ სასოფებელი ეძიეთ და ნახინი მოგეცესა. სასოფელი ეს ყოველ ადამიანს აქვს თავისი მისია. თუ ჩვენ მისიას აღვასრულებთ, ეს ნიშნავს, რომ ეს ნიშნავს იმას, რომ არც ღმერთი დაგვაკრებს ჩვენ მათ და არც ჩვენ მივიდებით ასე გაჭირებულ დღეში, რაც დღეს საქართველოს ამის გადარჩენის პირას ვართ ის რომ ღმერთმა ქნას ერთობით, ღვთის დიდებით და ურთიერთსიყვარულით ეს გადარჩენა მოვიპოვოთ. დაგლოცოთ, სიხარდა და ბედნიერება მოხდეს და წესაწარმოება გამარჯვება მოხდეს ყოველ კეთილ საქმეში ღმერთის დიდებით და ღმერთის ხალობით. დალოცვილი ხარით აც და მარადის სამდე ამინ. მადლობთ. ძვირფასო თანამემამულენო, თქვენ ალბათ ადევნებდით თვალს, ჩვენ გვინდოდა აი ამ აქციის შემდეგ რომ ესე გადაგვენაცვლა მე მსვლელობით კანცელარიისკენ, მაგრამ ყველაფერი გააკეთა ხელისუფლებამ, რომ ხელი შეეშალა აბსოლუტურად და თქვენ იმასაც ხედავთ, რომ აი მთელი 2 წლის განმავლობაში დაღმა იმართება აქ, მსვლელობებია სულ, გადაკეტილია ცენტრალური მაგისტრალი თითქმის ყოველდღე და კიდევ უარესი დაკეტილია საკანონმდებლო ორგანოს ცენტრალური შესასვლელი და იმათ მე არ ვიცი იმათთვის ცალკე კანონები არსებობს ამ ქვეყანაში. ესე იგი აი აქედან დასკვნა უნდა გააკეთოს ახლა ყველა ღირსეულმა ქართველმა, რომ აბსოლუტურად ყველანაირად გვებრძვიან ქართველთა დიდგაერთიანებას, რადგან ეს არის ერთადერთი ეროვნული ძალა, რომელსაც ვერ მართავს ეს გამყიდველი ანტიქართული ხელისუფლება. 34 წელია მეგობრებო, მას შემდეგ რაც ქვეყანაში დამხობილი იქნა ხალხის მიერ არჩეული ეროვნული ხელისუფლება და კონსტიტუციური სახელმწიფო, ამ ქვეყანაში მოიყვანეს საოკუპაციო რეჟიმი, რომლის სამართალმემკვიდრეობა დღემდე გრძელდება. მესამე ხელისუფლებაა, მაგრამ ეს არის ერთი და იგივე. ერთი და იგივეა შევარდნაძე, სააკაშვილი, ბიძინა ივანაშვილი. 34 წელია ქართველ ერს გენოციდს უწყობს ეს ანტიქართული, გვარგადაკეთებული ეროვნება შეცვლილი, გარედან დასმული ხელისუფლებები. ესე იგი, ძარცვავენ ხალხს, ჩაგრავენ ქართველ ხალხს, ეს გადავიდნენ უკვე ელექტრონულ გაყიდვაზე ქვეყნისა, უდიდესი ნაწილი ქართული მიწებისა გაყიდულია მთლიანად, გაყიდულია ბაზალეთზე, გაყიდულია კახეთში, გაყიდულია საგურამოში, ქართლიდან რო დავიწყებ, აბსოლუტურად გაყიდულია მთელი ეს მიწები. მაღლა აქ საშინელებები ხდება, ტაბახმელა, კოჯორი, საკუთარი თვალით ნახე უკვე არაბებს გაუმზადეს ინფრასტრუქტურა, მთლიანად გაყიდული არაბებზე. ეხლა არა მხოლოდ არაბული ქალაქების აშენება იგეგმება კტანისში და გონიოში, კიდევ იგეგმება კვარტლები და ახლა სულ ბოლოს კიდევ ორთაჭალაში ხალხს ასახლებენ, ალიევის კულტურის ცენტრი უნდა გააკეთო.
და რა საერთო აქვს მე არ ვიცი ახლა მე არავის შეუროცხყოფ არ მინდა მაგრამ ცეკას მდივანს მაშინდელი საბჭოთა კავშირის ცეკას მდივანს რა საერთო აქვს ქართულ კულტურის ცენტრთან საქართველოს რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტის ის არ ვეღირსა ჩვენ დაფასება ამ ქვეყანაში მეგობრებო ჩვენი გადარჩენის ფორმულა არის ქართველი ერის ერთობაში ერთი წელია ვითხოვთ და სამართლიან მოთხოვნებს უყენებთ ხელისუფლებას მაგრამ დღემდე ხური არ შეიბერთხეს აბსოლუტურად იგნორირებას გვიკეთებენ და პასუხიც ღირსად არ თვლიან იმიტომ რომ რაც უფრო მეტი გამოვართ რაც უფრო მეტი ერთად დავდგებით აი მაშინ მოისმენენ ესენი რაც უფრო ნაკლები ვიქნებით ეს უნდა გავიგოთ ყველამ მით მალე გაყიდიან ამ ქვეყანას მე იმიტომ კი არ ვახსენ ეს შემთხვევით ელექტრონული ისე თქვენი ცით მეგობრებო აი ხლა ვიც უსმენთ პირდაპირ ეთერში გადის ქართველთა დიდი გაერთიანების გვერდიდან და ვიც ახლა სახში ზის და უყურებს აი მისი წვლილი იქნება ის უარყოფითი წვლილი ამ ქვეყნის გაყიდვაში თითოეულისა უნდა ადგე გამოხვიდე შენი სამშობლოსთვის ყველაფერი კარგია ყველას თავისი სათანადო პატივი უნდა მიაგო ოჯახის სიწმინდესაც ყველაფერს და რანაირი ოჯახის სიწმინდე გექნებათ მე როდესაც აქ არაბები და პაკისტანელები დასახლებიან ხალხო არ ვიცი როგორ არ გებრალებათ ეს ქვეყანა შეხედეთ აი არ ვიცი აი ღელავ იმდენად ნერვებზე ვარ აშლილი ჩვენ მომავალი არ გვექნება თუ ჩვენ ერთმანეთის სიყვარული არ ვისწავლეთ და თუ ერთმანეთთან არ დავდექით გვერდით ნახეთ რაზე მოაწერა ამ ხელისუფლებამ ხელი 6 არაბული ქვეყანაა რომ წოდ გალფის ქვეყნები მოუწერეს ხელი ესენია საუდის არაბეთი, ემირატები, ბაჰრეინი, ომანი, კუვეიტი და წარმოიდგინეთ თქვენ 17 აფრიკულ და აზიურ ისლამურ სახელმწიფოებს რომლებსაც ეკნებათ ვიზა აი ამ რომელიმე 6 ქვეყნისა საქართველოს შეუძლიათ უვიზოთ შემოვიდნენ აი რა შუაში ვართ ჩვენ ვიზაც არ უნდათ საკმარისია ვიღაცას ბაჰრეინის ცხოვრების სისკონდეს მოწმობა ბინადრობის მოწმობა და მათაც უფლება ეკნებათ საქართველოში შემოვიდნენ უვიზოთ ეს ქვეყნები არის ეს 17 ქვეყანა რომ შეკრიბოთ არის მილიარდამდე მაცხოვრებელი წალეკვა ემუქრება აბსოლუტურად საქართველოს ნახეს 64 ქვეყანა მეგობრებო და ონლაინ რეჟიმში პირდაპირ იქიდანვე ყიდულობენ ჩალის ფასად საქართველოს ამ უძვირფასეს მიწებს ძალიან არ მინდა აი ხაზგასმით რომ დავაგვიანოთ თორემ ძალიან სანანებელი გაგვიხდება ჩვენ ძალიან სანანებელი მე შეგახსენებთ ეხლა ჩვენი თაობის ხალხს კარგად გახსოვთ რამხელა მემკვიდრეობა გვერგო ჩვენ საბჭოთა კავშირიდან როდესაც დაიშალა ათასობით გიგანტური ქარხნები და ფაბრიკები მთლიანად დაშალეს გაანადგურეს და ჯართის ფასად გაყიდა 50-ოდე თაღლითმა შევარდნაძის ხელმძღვანელობით ხალხი გაძარცვეს აბსოლუტურად გახსოვთ დანაზოგები როგორ მოპარეს ვიწასა გაასწორეს საქართველოს არანაირი მომავალი არ დაუტოვეს უშუქობა რაც ხდებოდა გახსოვთ თქვენ ეს ყველაფერი გავიარეთ ჩვენ აი ამ 34 წლის მანძილზე რაც ეს გამყიდველი ხელისუფლება არის რეჟიმი რომელსაც არ აქვს ის ეროვნული სული რომ სამშობლოსთვის იყოს პირიქით დავალება აქვთ რომ შეასრულონ ის მისია რაც დავალებს
საქართველოს ქართველების გარეშე. აი ეს ხორციელდება თორემ 34 წლის მანძილზე განა შეიძლება ერთი იმ 1000 ქარხნისნაირი ერთი მაინც აეშენებინა. არა მეგობრებო, ამათ აქვს დავალება თლიანად მიწასთან უნდა გაასწოროს საქართველოს და დაეუფლებიან აქ უცხო ქვეყნის მოქალაქეები აი ამ 64-ს. და დადგებიან ხოლმე დიდრონის ანთლებით, სიმაღლის მიხედვით, ვითომ დიდი მორწმუნეები არიან ტაძრებში და ღვთისმშობლის წინხვედრებისას ყიდიან, ღვთისმშობლის სხეულს ყიდიან. ეს განეწერები და მოღალატეები. ჩვენ თუ არ დავდექით ერთ მუშტად თუ არ შევიკარით, ჩვენ თუ ერთად მაგრად არ დავდექით, ხვალინდელი მომავალი ჩვენ აღარ გვექნება. მე ვიდრე იმ საკითხებზე გადავიდოდე და მოთხოვნებზე, მანამდე მე მინდა ჩვენს გამომსვლებს მიცე სიტყვა და შემდეგ ჩვენს მოსაზრებებს ქართველთა დიდი გაერთიანებისა თუ როგორ უნდა ვიმოქმედოთ და როგორ უნდა გაუწიოთ წინააღმდეგობა, ყველაფერს მოგახსენებთ. ეხლა მე მინდა სიტყვა გადავცე ყველასათვის კარგად ნაცნობ საზოგადო მოღვაწეს, პროფესორს, ისტორიკოს, ასავალ-დასავალის ჟურნალისტს ბატონ დიტო ჩუბინიძეს. მოგესალმებით ვიფასო მეგობრებო, ჩემთვის დიდი პატივია ცოტა აღმატებულ ხარისხში წარმადგინა ყველმა დავითმა საზოგადო მოღვაწეს ილია ჭავჭავაძეს ვიტნობდი საქართველოში და ზვიად გამსახურდიას და ცხოვრებულ გურამ შარაძეს, რომელიც სხვათა შორის აგერ 18 წელი გავიდა მის მკვლელობიდან 20 მაისს დახვრიტეს ის მოგეხსენება თქვენ მელიქიშვილის გამზირზე სააკაშვილის ასპიტებმა და გურამ შარაძის მკვლელები დასჯილი არ არის. ზვიად გამსახურდიას მკვლელები დასჯილი არ არიან. არ არიან დასჯილი ის ადამიანები, რომლებმაც საქართველო გაყიდეს, რომლებმაც აფხაზეთი ჩააბარეს, რომლებმაც კოდორის ხეობა ჩააბარეს, ახალგორი ჩააბარეს. ეს ბოლის გამოსაშვები, რომელიც თეატრალუკიან შეაქმნევინეს დღევანდელ ვაი პარლამენტში უი პოლიტიკოსებმა საბოლოო ჯამში დაემსგავსა დიდ აფერას. იმდენად რამდენადაც თავიდანვე გამოაცხადეს, რომ სამხედროებს არ ვერჩითო. ქვეყანამ ტერიტორიები დაკარგა. აბა ვისერჩით? აბა მკერავები უნდა გაასამართლოთ თუ მეჩაიეები? მოღალატე სამხედროები, ეგრეთ წოდებული სამხედროები უნდა გასამართლდნენ, რა თქმა უნდა. და გურამ შარაძის მკვლელები და ზვიად გამსახურდიას მკვლელები უნდა წარდგნენ ახალი ნიურნბერგის პროცესის წინაშე. დღეს გადანაწილებულნი არიან როგორც დღევანდელ ვაი პარლამენტში, ისევ დღევანდელ ოპოზიციაში, რომელიც ვიფასო მეგობრებო, არანაირი ოპოზიცია არ არსებობს. ოპოზიცია არის ეს არისო, თქვენ ახართ ოპოზიცია და ჩვენი ათასობით მხარდამჭერი, რომელიც სამწუხაროდ დღეს გამოვიდა, მაგრამ გული არ დავწდეს, იმიტომ რომ გამოვლენ ისინი აუცილებლად გამოვლენ და მე დარწმუნებული ვარ, რომ ეს დღე შორს არ არის. ესე იგი, არავითარი მე ხაზგასმით ვამბობ და პირდაპირ ვაცხადებ, ქართულ ოცნებას ალბათ ჩემზე დიდი მხარდამჭერი არ ყავდა. ჩემი პუბლიკაციებით, რა ვიცი, ჩემი Facebook აქტიურობით მე ყოველთვის გვერდით ვედექი, მაგრამ საბოლოო ჯამში რა გაირკვა? ესენი არიან ერთნი, შევარდნაძის შვილები და პოლიტიკური შვილები და შვილიშვილები და ერთად ხრავენ ქვეყანას, კაცო. ესე იგი, რაც გოგა ხაინდრავამ და ჯაბა იოსელიანმა ავტომატებით უქნეს ამ ქვეყანას, ესენი ჰარსტუხიანი ყაჩაღები და ჩარჩი ვაჭრები, სოლომონ ისაკიჩი, მეჯხანოვაშვილები შეუციეს ამ ქვეყანას და გაყიდეს საქართველოს. საქართველო არის გაყიდული. ჩვენ გავიღვიძებთ ერთშვენიერ დღეს და აღმოჩნდება, რომ ჩვენი ეზოკარიც კი გაყიდული იქნება. ბატონმა დავითმა ჭაბუკაშვილმა ძალიან კარგად ბრძანა. ესე იგი, ონლაინ აუქციონები იმართება, ქართული მიწები იყიდება შინ და გარეთ. ეს დეველოპერული კომპანიები, მოგეხსენება თქვენ დეველოპერი განვითარებას და საერთოდ წინსვლას უკავშირდება ეს ცნება თვითონ, ხო? და ეს დეველოპერული კომპანიები საქართველოს დაუძინებელი მტრები არიან, რომლებიც ყიდიან
უცხოელებზე ქართულ მიწებს და შემდეგ უცხოელებს ეპატიჟებიან საქართველოში კორპუსებში ბინების დასაკავებლად. სად არის საქართველოში ამდენი ქართველი? აი ამ კორპუსებს რო აშენებთ, ვისთვის აშენებთ? თქვენ წეულებო და თქვენ სამშობლოს მოღალატეებო. ამიტომ მე მიმართავ ქართულ სპორტსმენებს, სახელოვან ქართულ სპორტსმენებს, რომლებიც იქცნენ ამა თუ იმ ეგრეთ წოდებული დეველოპერული სამშენებლო კომპანიის სახით. ბიჭებო, თქვენ წმინდა და მაგარ ვაჟკაცურ სახელებს ეს გარეწრები, ეს სამშობლოს მოღალატეები იყენებენ და მიატოვეთ ეს კომპანიები. გამოდით მაგ სამშობლოს მოღალატეების გარემოცვიდან და წრიდან. აუცილებელია შეიქმნას ქვეყანაში სასწრაფოდ არის გასაკეთებელი. მე არ ვიცი ვინ უნდა გააკეთოს, ალბათ ღმერთიც მოგვეხმარება. სასწრაფოდ არის შესაქმნელი კომიტეტები. არ ვიცი 10-კაციანი კომიტეტები, 5-კაციანი ჯგუფები. სადაც კი გამოჩნდება ძალიან სწორად ბრძანებდა მე ადონ დემურ გიორხელიძე. სადაც კი დაიწყებენ ესენი მშენებლობებს, ფართო მასშტაბიან მშენებლობებს, იცოდეთ რომ იქ საქართველოს გაყიდულია. ამიტომ მოსახლეობა უნდა გამოვიდეს და კატეგორიულად შეეწინააღმდეგოს აი ამ ყბადაღებულ ეგრეთ წოდებულ მშენებლობას. ესენი საქართველოს კი არ აშენებენ, ესენი საქართველოს გადააშენებენ მალე. გადააშენებენ, კი არ აშენებენ. ესენი საქართველოს ამშენებლები კი არა, ესენი არიან საქართველოს გადამშენებლები. ყიზილბაშები შემოგვისახლეს საქართველოში. ეხლა წეღან როცა მოვდიოდი აი აქ